მოგესალმებით ბათუმეარების პირდაპირ ჩართვაში. ჩვენ ვიმყოფებით ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც ტაქსისტები მართავენ საპროტესტო აქციას. თქვენ იცით, რომ ისინი ითხოვენ ტარიფების მომატებას და ასევე მათი დამსაქმებელი კომპანიებისგან ითხოვენ ამ პრობლემის მოგვარებას. მესამე აქცია იმართება რეალურად დღეს ტაქსისტების და დღეს როგორც გვითხრეს ისინი მსვლელობას აპირებენ. და თუ კი მოვახერხებთ ამ მსვლელობის პერიოდში, რომ მათ ისევ გავესაუბროთ და მათი პოზიციები მოვისმინოთ, შემოგთავაზებთ თუ რას ითხოვენ კიდევ. სანამ დაიძვრებიან, ჩვენ შევეცდებით, რომ გაგესაუბრებით, სანამ პროცესი იქნება, ხო? კარგი. გამარჯობა, სანამ დაიძვრებით ბათუმელების ლაივში რო გვითხრათ, რას აპირებთ დღეს მესამე საპროტესტო აქცია გაქვს, ხო? დღეს გვაქვს მარში, რადგან ყველას გავაგებოთ ჩვენი გაჭირვების შესახებ. მოუწოდოთ ჩვენ მეგობრებს, ჩვენ თანამემამულეებს, რომ შემოგვიერთდნენ პირველ რიცხვში. ანუ 1 მაისს აპირებთ მასობრივ აქციას. 1 მაისს გავაქვს ყველაზე დიდი აქცია. შემოგვიერთდნენ, ეს არის ყველას გაჭირვება. ყველა აქ ვინც გარს, ყველა ჩვენთაგანის უკან გარს ოჯახები. რადგან ჩვენი სამუშაო არის ეს. ჩვენ არ გვაქვს ამის გარდა სამუშაო, მიხდი? ეს არის ჩვენი სამუშაო და ამით მინდა რომ ჩვენ კომპანიებს მივაწვდინოთ ხმა, დარეგულირო ფასები, დარეგულირო ყველაფერი, ჩვენ გვაქვს მოთხოვნები. აი მესამე აქცია გაქვთ და ხომ არ გამოგხმაურებიან დამსაქმებლები და რას ფიქრობენ ამ თქვენს პროტესტზე? ჩვენ ახლა ბოლტის მძღოლებს გამოეხმაურათ, როგორ ახლა მე თქვენ გეტყვი? დაბლოკვით. დაბლოკვით? კი. ჩვენ რო გქონდა მეორე აქცია აქანე და მძღოლებმა გამოიძახეს თავისი მძღოლები ისინი რა ისო ტაქსაო ისინი გამოიძახეს და მოვიყვანეთ ჩვენ აქა სამ გამოძახების მეტი უკვე დაგბლოკეს. მიხდი? დამსაქმებლებმა? ანუ არ გისმენენ იმის მაგიდაც? დაგბლოკეს ჩვენ ინტერესებს არ ითვალისწინებენ არანაირად. რატომ როგორ ფიქრობთ? არ აწყობთ დაუშვათ ის რომ ფასი გაიზარდოს და მომხმარებელი დაკარგონ, ამას ფიქრობენ თუ რა არის მათი мотиваცია? არ აწყობთ და მე ახლა როგორც ასეთი მაქსიმის ძღოლი, აი მე გაჩვენეთ. ხო. თუ შეიძლება დააფიქსოთ თქვენ მაყურებელსაც ჩვენ ნახეთ. გამოჩნდება კი ბატონო, ხო. აი 10 ლარში 5 შეკვეთა აქვს მზავს მითითებული. 4 ლარში 4 შეკვეთა აქვს მითითებული. და 4 ლარიან საწვავს რომ ჩაასხან და 4 ადგილას მიიყვან მზავს. ჩვენ არაფერი აქვს, ჩვენ გვჭება მხოლოდ ვირობა ძალიან დარღვეული ისა, მიხდი? ამაში უნდა ჩაერთროს. ჩვენ ამბობთ რომ არაფერი არ გჭებათ რეალურად ამ გამოძახებებს. ჩვენ გვჭება მხოლოდ ვირობა, მანქანების დამტრევა და ასე შემდეგ. ამაში მოუწოდებ ჩაერთოს შრომის ინსპექციამ გამოეხმაუროს მთავრობა და ფხარში დაგვიდგეს ღარიბ ხალხს. მიხდი გაჭირვებულ ხალხს დაგვიდგეს ფხარში. ეს ხალხი ტყუილად არაა გამოსული. აქ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, ძალიან მობილიზება. ჩვენ გვერდში დგას ქუთაისი, თბილისი, ოზურგეთი, ბათუმი აგერ. ჩვენ ყველა ერთად ვარ შექმნილი და მოუწოდეთ ყველას რომ შემოგვიერთდეთ. ახლა თქვენ რომ მანქანი დაიძვრებით, ჩვენ როგორ გაგაშუქოთ? გამოვყევით. არ არის პრობლემა ეგეც, რომელიმე მანქანას ჩაგიდგეთ, გამოვყევით, გადაიღეთ, გაარცელეთ. აი ასე აპირებენ მეგობრებო ტაქსისტები დღეს მარშს. ტარიფებთან დაკავშირებით იცით რომ ისინი აპროტესტებენ არსებულ ტარიფებს და ითხოვენ ტარიფების გაზრდას იმისთვის რომ ამ როგორც ამბობენ მათი შრომას ჰქონდეს შედეგი. გამოვიდეს ნაცი კუთხე!
თუ ჩამოწევთ ამინას რომ შეგვიძლია გადაღება შევეცდებით თუ გარკვეულ მანძილზე გავყვეთ ტაქსისტებს იმიტომ რომ ისინი ავტომობილებით გადაადგილდებიან და ამ ფორმით გაჩვენოთ მათი პროტესტი მეგობრებო, შემოგვიერთდი ტაქსის მწყოლებო. ესი, კამერა ჩართე დავიგავე. კამერა. თქვენი სახელი? რუსლანი რესულიძე. რუსლან, თან ბათუმელების ლაივში ხართ და თან რომ ვისაუბროთ, ხო, ამის პარალელურად. თქვენ ამბობდით, რომ არავინ რეალურად მშრომელის უფლებებზე არ ფიქრობს, ხო? ამ დამსაქმებელი არავინ ამ ქვეყანაში და რას აპირებთ თუ არ იქნება კომპანიებისგან გამოხმაურება? ჩვენ ვაპირებთ თავრობამდინ ხმარო მივიდეს, ელემენტარულ თავრობას ვთხოვთ, თხოვნით მივმართავთ, რომ ჩვენ გლე ხალხს გადმოვხედოს, ჩვენი შრომა დააფასოს და ელემენტარულ კომპანიებს თავრობა შეუძლია აქვს მაგის პრიორიტეტი, რომ თავრობა მოუწოდოს კომპანიებს, რომ ჩვენი თხოვნები გაითვალისწინონ. თავრობა იძახის რომ ქვეყანაში კარგი ეკონომიკური მდგომარეობა მაქვს, არ უჭირს ადამიანებსო და როგორ ფიქრობთ, გაითვალისწინებენ ისინი თქვენს გასაჭირს? ჩემი აზრით, მე ახლა როგორც ამ მარშს რომ მივდივარ, ქუთაისი, თბილისი, ოზურგეთი, ბათუმი წესით და რიგით თავრობა უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნები და უნდა გადმოვხედოს. კერძო კომპანიების მუშაობაში როგორ ჩაერევა? როგორ წარმოგიდგენიათ ეს და თვითონ დამსახურებლები რას ამბობენ? კერძო კომპანიებს ჩვენ თვითონ კერძო კომპანია დაინახავს ამას, ამაში. კერძო კომპანიას რომ ძღოლები არ ეყოლება და შეკვეთებს რომ კლიენტი შეკვეთას გამოვიძახეთ და ძღოლი არ მიაკითხავს, მაშინ გაითვალისწინებს კერძო კომპანია და სახელმწიფოს რაც შეეხება, სახელმწიფო შეუძლია რომ სიტყვაზე წაგვაშველოს 1-2 სიტყვა, მიხდი? რომ ეკრანს გადასცეს, რომ ჩამოაყალიბოს იქ ყველანაირად, მიხდი? და დაგვეხმაროთ. კი ბატონო. აი ახლა თქვენ სად მიდიხართ და ეს სულელობა სად მიდის და სად გაჩერდებით? ჩვენ გვაქვს ახლა აეროპორტი და ასე შევალთ აეროპორტით, წავალთ ბაგრატიონით და ქალაქ კრუკში დავარტყავთ. ჩვენ მეგობრებს მოუწოდებ, რომ პირველ რიცხვში ყველა მძღოლს ვეუბნები, პირველ რიცხვში გამოვიდეს და დადგეს ჩვენ გვერდით. მიხდი ეს ყველას გაჭირვებაა, ყველას ის არის აქ მიხდი ჩადებული რა. მარტო ერთეულებისა არა. ახლა დღესდღეობით ახლა ყველა არაა აქ, მე ვხედავ. ყველა არაა და გამოსაცვლელია ხალხი. მაგრამ მე ვიცი ყველას პრობლემები აქვს, ყველას ბანკები აქვს შესატანი, ყველგანს ოჯახები ყავს და მშიერი ყავს ოჯახი, რომ სიტყვაზე თუ არ იმუშავა საღამოს პურის ფულს ვერ მიიტანს. მაგრამ ეს გავიჭიროთ მეგობრებო, ეს 1-2 დღე გავიჭიროთ რამენაირად. ხარში დავუდგეთ ერთმანეთს. მივაწვდინოთ თავრობამდე კომპანიებს, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და უკეთესობისკენ შევცვალოთ ეს ყველაფერი, მიხდი? უკეთესობისკენ რომ წავა ჩვენი საქმე. მე რომ სიტყვაზე, მე რომ ამ საქმეზე ვდგავარ. მე რომ ეკონომი მაქვს ჩართული. ეკონომი რომ მაქვს ჩართული, მე 2 ლარზე და 3 ლარზე მარბენიებ მთელი დღის განმავლობაში. და რატო დავრბივა გეტყვი ახლა მე მაგას? დავრბივარ, იმიტომ რომ პურის ფული მივიტანო საღამოს სახლში. დიახ. მე რო არ ვიარო სიტყვაზე, მე რო არ ვიარო და ნებისმიერი აქ ჩვენთაგან შეიძლება სახლში არის 1 მარჩენალი, მიხდი? და ყავს 2 და 3 შვილი. როგორ უნდა არჩინოს იმან მითხარი? თქვენ ყავთ შვილები? მე 2 შვილი მყავს. დიახ, ცირეწლოვანები? კი ბატონო, ცირეწლოვანი, ერთი არის 4 წლის, ერთი არის 3 წლის. მე რო სიტყვაზე არ ვიმუშაო და არ მივიდე სახლში რამე არ მივიდო, საღამოს შვილს რა უთხრა რომ ეტყვის მამა სათამაშო არ წამომიღე, ამ პური არ მეიტანე, რა ვუთხრა მე იმას? თქვენ ამბობთ რომ ოჯახის შესარჩენი სარჩენი თანხა არ გრჩება თანხა. არა, იმიტომ ამათაც არჩევათ, არც ჩვენთან არჩევთ, იმიტომ კაპეკებზე დავდივარ ჩვენ. მიხდი? აი, რა უნდა იყოს გონივრული ტარიფი, ისე რომ მაგალითად მომხმარებელს უღირდეს გამოძახება ტაქსის, იმიტომ რომ თუ ვერ გადაგიხდიან, კლიენტიც არ გეყოლებათ, ხო? წაღა შეიძლება არ დაფიქსირდა მზის გამო. აი ნახე 4 და 40 აქვს 4 შეკვეთაზე. 4 შეკვეთა და აქ მოგვიწევს ჩვენ ახლა მე შეკვეთა ავიღო. ეს მე მომიწევს ზუსტად საათნახევარი საცობში დგომა. მიხდი 4 და 40 თეთრად რომ საათნახევარი საცობში იდგები, არანაირი რამე არ დაგჭება. და ამას პლუს აქედან ეს რომ
10 და 15% წაიღებს მის წასაღებს რომ წაიღებს კომპანია dalში ახლა დანარჩენი ახლა მესმის ესე იგი საერთოდ არ გამოსულა კომპანია კონტაქტზე არ უთქვამს რომ ფათ არალოგიკურია თქვენი მოთხოვნები ის რომ შეუძლებელია ტარიფის მატება არაფერი მსგავსი არ ყოფილა საუბარი არაფერი არ ყოფილა ჩვენი მოთხოვნები არის ძალიან ლოგიკური კომპანიებს ახლა აქვს იმის შესაძლებლობა რომ დაფიქრდეს და ჩვენ გლეხ ხალხის იმაზე მძღოლებზე მათ თანამშრომლებზე გამოვიდეს სვიაზზე და ჩვენ გამოგვეხმაუროს და გვითხრას რომ როგორი პოზიცია აქვს მათ. იცი, მე მოუწოდე მაქსიმსაც, ვოლტსაც, იანდექსსაც მოუწოდე ყველა კომპანიას რომ გამოვიდეს და თავისი აზრი დააფიქსიროს. შეგიძლიათ ეს ფარდა ფანჯარა რა ჩამოწიოთ, აქეთაც ვაჩვენებდი პროტესტს. ფეხბოდიში თუ არ შეძახდებით. მეგობრებო, პირველში ყველა გამოხვიდეთ და დაგვიჩეთ თან ავტომანქანების მცდელობაა, ცოტა რთულია პროცესის ჩვენება, თუმცა მაინც შევეცდებით რომ ტაქსის მძღოლები მარს მართავენ ავტომობილებით და თან მოუწოდებენ თავიანთ კოლეგებს რომ ახლა დღეს რამდენი ტაქსის მძღოლი ხართ ამ აქციაზე და სხვები ვთქვათ თუ გამოდიან თუ მაინც ჯერჯერობით ამჯობინებენ იმუშაონ. ჩვენ დაახლოებით ახლა მე რასაც ამ რაოდენობას ვაკეთებ დღეს ვარ 200-ზე მეტი ადამიანი. სხვადასხვა კომპანიის სხვადასხვა კომპანია მაქსიმი, იანდექსი, ვოლტის 200-ზე მეტი ადამიანი ვარ და პირველში მე მჯერა რომ ჩვენი ქართველები, ჩვენი თანადგომის ჩვენი მამულები ჯერა პირველში რომ მეტი ვიქნებით 200 კი არა 500 ვიქნებით 700 ვიქნებით მე ჯერა ამისა მეგობრებო დემამულებო ჩემო ტაქსისტებო ზღოლებო ხო პირველ რიცხვში გამოხვიდეთ და დაგვიდგეთ გვერდი საწვავი არის 4 ლარი ჩვენ კი მონებად გვამუშავებენ 2 ლარზე ხო გამოხვიდეთ და დაგვიდგეთ გვერდი პირველ რიცხვში ყველას მოგიწოდეთ ხო გამოხვიდეთ და დაგვიდგეთ გვერდში კომპანიებს რაც შეეხება 30 და 40% რო გაჭრიან მეგობრებო ეს არ უნდა ხდებოდეს ასე მონებად გვამუშავებენ ხო გამოხვიდეთ პირველში და დაგვიდგეთ გვერდით ეს ყველა თქვენგანის პრობლემაა ყველასი ერთეულებისა არა თქვენ თქვით რომ არაფერი გრჩებაო და აი დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე საჭიროებებს, რატივ საჭიროებებს წვდება თქვენი შემოსავლები და საერთოდ თუ წვდება იგივე ბავშვების საჭიროებებს. ჩვენ ახლა როგორ არის იცი? ოჯახში როდესაც ერთი მარჩენალი არის, ერთი მარჩენალი, ამ ტაქსაობით, ამ ტარიფებით დღევანდელი დროით, ხო? მე რომ ბავშვმა საღამოს თხოვოს რაღაცა სიტყვაზე ელემენტარული 5 ლარიან გასართობ ცელში წაყვანა ან რაღაც 10 ლარიანი სათამაშო ხო მაგის ფინანსური მდგომარეობა არ გრჩება რომ მე ბავშვის საღამოს ცხოვრებაში ორჯერ წავიყვანო იცი ეს ახლა ბონს აქვს 27% მაქსიმს მე წინადე მაქსიმს ველაპარაკე რეკლამების გაკვით რეკლამაში ჯერ ესე რეკლამა უყური ახლა მე დავუსვი მაქსიმი წარმოვიდგენ ასეთი კითხვა რომ რა პრივილეგია მაქვს მე რომ რეკლამას გავაკეთებ სიტყვას თქვენ გაქვთ პრივილეგია მე ბევრ შეკვეთას მიიღებთ ტარიფები რამეს არ წამოუწევთ არ მეემატებაო ხო და 50 ლარი უნდა გადავიხადო მაქსიმის რეკლამა რომ მე გავაკრა
და ისიც მათ საკელთით დღეოთ. მე რომ გავდივარ თელი დღის განმავლობაში ქალაქში, ტურისტები რომ ხედავენ რაღაცა, მე ვუკეთე მაქსიმს რეკლამას, ხო ასეა? ხო და იქით ფული რატო უნდა გადავიხადო მე მაგაში? აჰა. პირიქით, რეკლამას როდესაც ანუ თქვენ ამბობ რომ როცა კომპანიის ლოგო განთავსებული ეს ერთგვარი რეკლამაა მათი. ერთგვარი რეკლამაა მათთვის. პირიქით, მათ უნდა იმექნა შემოგთავაზონ, რომ რეკლამა გააკარით და ჩვენ ამას აგინაზღაურებთ. ჩვენ უფრო პრივილეგიას მოგცემთ. მიხდი ეს უნდა იმექნა, ჩვენ ფული არ უნდა გადავიხადოთ რეკლამებში. დიახ. ამდენ საკომისიოს არ უნდა გვაჭრიდეს ჩვენ მაქსიმუმ ვოლტი იანდექსი. მიხდი 4 ლარად 8 შეკვეთას არ უნდა გვიფორმებდეს. მარშრუტკა 2 დღეა უკვე 2-3 დღეა ბათუმელების გვერდზე ვნახე, რომ მარშრუტკა ავიდა 84-ზე. მარშრუტკა სახელმწიფო მარშრუტკამაც მოიმატა და რა სოლიდარობის ხმები ისმის ხომ მძღოლების მე მგონი. დიახ, სოლიდარობის, ეს ყველა ჩვენ სოლიდარობას გვიცხადებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიცხვში 5-ამდენი ვიქნებით. დარწმუნებული ვარ მე ამაში. და ყველა მხარში დაგვიდგება. 1 მაისს სადაპირებთ და როგორ იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა? ანუ სვლელობა გექნება თუ კონკრეტული ლოკაცია გექნება ჩერჩეული? ჩვენ ჩამოვყალიბდებით მაღაზიაზე, აუცილებლად მივაწვდით თქვენ ტელევიზიას, კიდე სხვა ტელევიზიებსაც მივაწვდით თქვას, სად გვექნება, დაგიკავშირდებით და ამას ისევ მანქანებით გექნება სვლელობა თუ ფეხით იქნებით? ფეხითაც გვექნება, მანქანითაც მაგას ყველაფერზე ჩამოვყალიბდებით, დავაპროგრამებთ და ყველაფერს მოგაწვდით. თბილისშიც ახლა ბიჭები, მე მინდა სოლიდარობა გამოვცხავთ თბილისს, ქუთაისს, ოზურგეთს, ყველას. შეკრებილები არიან, გამოცულები არიან და კიდე ჩვენსავე ითხოვენ ისინიც რეალურ ტარიფებს, რეალურ შრომის იმას პირობებს, რომ არ იყოს გლეხი კაცი ასეთი დაჩაგრული და არ უნდა გვიწევდეს ჩვენ ქალაქში გამოსვლა და ასე სიარული და ასე ხალხზე მოწოდება, რომ გამოდით და ხალხში დაგვიდეთ. ეს თავრობამ უნდა შეისწავლოს, შეიმუშაოს და უნდა მიაწვიოს კომპანიას ხმა და ხარში დაგვიდგეს თავრობას ხო. მეგობრებო, 1 მაისს გვაქვს შეკრება გრანდიოზული, ხო დაგვიდექით ხარში. გამოდით ჩვენ გვერდით 4 ლარია საწვავი და 2 ლარზე მონებივით ვამუშავებე. 30 და 40% გვაჭრიან. სულ არაფრის აქვს. კაბინეტებში ზიან და 40% მიაქვს გლეხი ხალხისა. ხო, გამოდით პირველში და დაგვიდექით მხარში. ტელეფონზე გიგება. ხო, ბაგრატიონიც ყველა. წამოდი ბათუმელების ლაივს თუ ადევნებთ თვალ, შეგახსენებთ რომ დღეს ბათუმში სხვადასხვა კომპანიაში, კერძო კომპანიაში დასაქმებული ტაქსისტები საპროტესტო მარშს მართავენ. მანქანებით აქვთ სვლელობა და ასევე გამუშავებე, მონებივით, ხო, ყველა, გამოვიდეთ და პირველში დავიკავოთ ჩვენი პოზიცია. ასევე სიგნალებით გამოხატავენ მძღოლები ტაქსისტების მისამართი სოლიდარობას და როგორც ჩვენ ჩარტებში გვისმინეთ, გამოხვიდეთ, დაგვიდგეთ ხარში, 4 ლარია საწვავი, 2 ლარზე გვამუშავებე, 40% მიაქვს, ვოლტ, იანდექს, მაქსი. ხო, გამოხვიდეთ და დაგვიდგეთ გვერდში. მაი მომედე ვყავართ. რა? არა. მაი ხელს კიჩის ორიზე. მეგობრებო, ხო, გამოხვიდეთ პირველში, დაგვიდგეთ გვერდში. 4 ლარზე ავიდა საწვავი, ჩვენ 2 ლარზე გვამუშავებე, მონებივი. ამას პლუს საკომისიო 40% საკომისიო მიაქვს. ნებისმიერი 40% საკომისიო მიაქვს კაბინეტში ზია.
ხო შემოგვიერთეთ პირველ რიცხვში ტაქსის მძღოლების ხო 4 ლარზეა საწვავი ასული ჩვენ 2 ლარზე დავდივართ მონებივი ამას პლუს საკომისიო სკვაჭრიან 50%-ს კაბინეტებში ზიან და ჯიბეებში შენებე ლარზეა საწვავი ჩვენ 2 ლარად მიარებით ტაქსის მძღოლები მონებივი ვიყავართ უკვე თქვენ რას ფიქრობთ? საჭესტანზე ხართ და რთული იქნება საუბარი, მაგრამ თუ მოახერხებთ, მეც იგივე აზრზეა. ხوارაპირებ გაჩერდეთ სადღე თქვა თავი მოიყაროთ ერთ ადგილას თუ დღეს რა გაქვს გეგმაში? გერგობს მარშია დავუყურებ ქალაქს და შემდეგში დაუვარდოთ რიცხვში შემოგვიერთეთ 4 ლარზეა საწვავი ასული ჩვენ 2 ლარზე დავდივართ ტაქსის მძღოლები მონებივი ვამუშავებთ და პურის ფული ვერ მიგვაქვს ბათუმელების ლაივს ვინც თვალსადევნებთ მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში კერძო კომპანიებში დასაქმებული ტაქსის მძღოლები საპროტესტო მარშს მართავენ, ავტომობილებით არის ეს მარში, ამიტომაც გვიწევს ჩვენ ავტომობილიდან ამ ლაივის გაკეთება. ვინც თვალსადევნებდით ჩვენს წინა ჩართვებს, გექნებათ ინფორმაცია, რომ ტაქსის მძღოლები ითხოვენ ტარიფების გაზრდას, რადგან მათი თქმით დღეს არსებული ტარიფები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ ასე რომ ვთქვათ, ღირსეული ანაზღაურება აიღონ. ისინი ამბობენ, რომ ცდილობების მიუხედავად კომპანიის წარმომადგენლები არ გამოსულან კავშირზე და მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომპანიისგან და დამსაქმებლებისგან არანაირი შემოთავაზება არ მიუღიათ. ამიტომაც მართავენ ისინი უკვე მესამედ ბათუმში საპროტესტო მსვლელობას და როგორც ჩვენს ჩართვებში მოისმინეთ, 1 მაისს აპირებენ ასევე მშრომელთა საერთაშორისო დღეს მასობრივ მსვლელობას, რომ კიდევ ერთხელ გააგონონ დამსაქმებლებს თავიანთი ხმა, რადგან მათი განცხადებით დღეს ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ფასები რეალურად გაზრდილი არის, როგორც სამომხმარებლო პროდუქციაზე, ასევე ზოგადად სხვა მომსახურების ტარიფებიც არის გაზრდილი და ამიტომაც ტაქსისტები აცხადებენ, რომ აუცილებელია ტარიფის გაზრდა იმისათვის, რომ მათ წლის განმავლობაში და შემდეგ თვის ბოლოს გონივრული ანაზღაურება აიღონ თავიანთი შრომის საფასურად.
თუმცა ჯერჯერობით კომპანიები მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ და ამის გამო გრძელდება ეს საპროტესტო აქციები. დაგეკით ჩვენ გვერდით, ერთად მივახცეთ ყველაფერს, სამართალს ერთად ვნახავ. 4 ლარზეა საწვავი ასული, ჩვენ ოლნარად გვარბენიებეთ. მონებივით დავდივართ. პურის პული ვერ მიგვაქვს საღამოს სახლში. რა შეეხება დიახ, რუსლან, წინა ჩარტვაც მქონდა მე ბათუმელებთან. დიახ. წინა კომენტარიც გავაკეთე. ისაც არ მოусმენია ვთქვათ ეს ჩართვა. ისაც არ მოусმენია, ბევრმა მოისმინა და აი როგორი ცხოვრება აქვს დღეს რიგით მოქალაქეს ამ ქვეყანაში, თუნდაც ტაქსისტების მაგალითი და რომ ავიღოთ. რამდენად გაძვირდა პირადად თქვენი ცხოვრება? აი ამ ბუნებრივი ხო აი რა შეეხება ვიცით ომი რო არის დაძაბული ვითარება ქვეყანაში და მსოფლიოში ახლა ჩვენ მაგას ვითვალისწინებთ ვიცით რომ ჩაკეტილია საწვავი რომ უნდა შემოვიდეს ის გზები ჩაკეტილია და მაგიტო გაძვირდა ჩვენ მაგას არავის არ ვამტყუნებთ სიტყვაზე რა ჩვენი დანაშაული არაა მაგრამ ჩვენ რაც შეეხება ახლა მეორე ხო შეიძლება რომ კომპანიებმა ხო არის ჩაკეტილი ახლა და ხო ვიხდით საწვავში 4 ლარს ხო შეიძლება რომ კომპანიებმა გვერდით დაგვიდგენ ჩვენი გასაჭირი გაითვალისწინონ და წამოწიონ ის ტარიფები ის საკომისიოები 30% რო გვაჭრიან ხო შეიძლება რომ ის დააკლონ და როგორც 2016 წელს შემოვიდა ვოლტი საქართველოში შემოვიდა და 10% ქონდა ახლა რატო აქვს 27%? თქვენ ფიქრობთ რომ ეს ტარიფი რო შეამცირონ საკომისიოსი აი საკომისიო რო შეამცირონ და იგივე რო დატოვონ გამოძახების ღირებულება ამას თუ დათანხმდები თუ არც ამაზე ხარ თანახმა ახლა როგორ არის იცი რო იყოს ოდნავ დაბალი ფასი რო იყოს საწვავზე კი ბატონო ჩვენ რატომ არა ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების აზრსაც მარტო ჩვენით არ წყდება და ჩვენი პროტესტით ყველაფერი მიხდი ჩვენ ახლა რო სიტყვაზე ჩემსაც მივახციო და მომხმარებელი უკმაყოფილო დარჩი ჩვენ არც ჩვენ თაგვანს არ გვაწყობს არც ტაქსისტ არ გვაწყობს იმიტომ ჩვენ გვინდა ჩვენც კმაყოფილები ვიყოთ და მომხმარებლებიც მე ახლა წინა ჩართვაზე რომ მქონდა მე კომენტარებს გადავხედე და მომხმარებლებმა უმეტესობამ დაწერა ასეთი რაღაცა რომ ჩვენ არ ვარ წინააღმდეგი რომ მოემატოს სიტყვაზე ხო არ ვაცი ჩვენ უნდა გქონდეს ახლა მე ჩვენ გვაქვს უყურე როგორ რაღაცა სტაკში როდესაც მივდივარ ჩვენ დილას გამოვდივარ სახლიდან 1-20 ლარი გამოსვლისას გვიждდება იმიტომ რომ ჩვენ სისუფთავე გვინდა იყოს მანქანაში წესრიგი გვინდა იყოს ჩვენ სულთან ჩაცმული უნდა ვიყოთ რო დაждდება მანქანაში კლიენტი ჩვენს დილობიანად მივმართავთ მიხდი დილობიანად ვესაუბრებით შეიძლება ის იყოს არ კონდეს ისეთი განწყობა მიხდი როგორც ყველას ჩვენ ესეც უნდა გავითვალისწინოთ მიხდი აი ადამიანები შუა ქუჩაში დგანან და ვითვალისწინოთ ყველა ამას ვემხრობით და ახლა მე მინდა ყოველ თავრობას რომ ჩვენიც გაითვალისწინოთ დღევანდელ პირობებთან შესახებ თავრობამ რა უნდა გაითვალისწინოთ მათ ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ კარგი ანაზღაურება აქვთ კარგი უძრავ-მოძრავი ქონება აქვთ და თავს კარგად გრძნობენ და როგორ ფიქრობ საერთოდ ითვალისწინებენ ისინი საერთოდ რამეს აი მაგალითად თქვენი დასაქმებულების ინტერესებს თუ გრძნობთ ამ ქვეყანაში და რა მიმართულებით გრძნობთ საერთოდ მაინტერესებს მე ახლა როგორ არის იცი ახლა თავრობას ხელფასებზე და იმაზე მე მაგას არ განვაგებ მიხდი ჩვენ ახლა ჩვენ როგორ რაღაცა ჩვათავრობას შეუძლია ეს მის შესაძლებლობა აქვს რომ კომპანიებს მიმართოს და უთხრას რომ ანუ ეს ტარიფი ეს მომატება ეს ჩვენ ახლა ჩვენ რომ აგერ ტაქსისტები ვარ და ქართული ოცნების ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებული ფასების შემსწავლელი კომისია რო შექმნა ხომ იცით იქ ხომ მოусმინეს მაგალითად ამ პროდუქციის შემომტანებს და ასე შემდეგ და მათ განაცხადეს რომ ვერ გააიაფებენ იმიტომ რომ მათ შემოტანა და რეალიზაცია უჯდებათ ძვირი ამიტომ რეალურად ქვეყანაში რომ შრომითი უფლებები იყოს დაცული და ნებისმიერი მოქალაქის უფლება იყოს დაცული შრომითი და ასე შემდეგ აქ ეკონომიკური პოლიტიკა უნდა აწარმოოს სწორად
ხელისუფლებაში მყოფმა ჯგუფმა კომპანიის პირობებში კი არ უნდა ჩაერიოს ალბათ ასე ფიქრობ ხო? არამედ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა აწარმოოს რომ კომპანია ამას სწორად იმუშაოს და მოქალაქის უფლებებიც იყოს დაცული. ახლა მე ვიტყვი ერთ ას როგორ არის იცი ახლა თავრობამ ხო დაარსა ის რაღაცა თქვენ რომ მითხარით ახლა ფონდი რო შესწავლისა რაღაც ჯგუფი ფასებით ხო? ფასებით თუმცა ვერაფერი პრობლემა ვერ მოაგვარეს ჩვენ როგორც ხედავთ. ახლა შემდეგნაირშია ჩვენი პრობლემა. ჩვენ როგორ არის იცი ახლა შემდეგნაირშია ჩვენი პრობლემა. ის შაქარია თუ ბრინჯია თუ რაღაცა ხო შემოდის და რეალიზაციას იკეთებს აქამდე ესა და იქიდანაც ხო ფულს იხდის იმაში შეიძლება იმისის ვერ დაემექა ვერ ჩამოიყვანა ვერ დაარეგულირება მაგრამ ჩვენი პრობლემა შეადგენს რას არ წაიღოს ერთეულებმა ბოლტის უფროსება მაქსიმის უფროსობა ნიანდექსის უფროსობა არ წაიღოს 30% და წაიღოს 10% მას შემოსავალი ექნება ჩვენ შეღავათი გვექნება და გვექნება იმის мотиваცია რომ ვიმუშაოთ იმის мотиваცია გვექნება რომ საღამოს რაღაცას მივიტანთ ოჯახში 30% რო არ წაიღოს და ჩამოიყვანოს 10%-ი ჩვენ რო დასაქმებული ვართ ბოლტის და იანდექსის და მაქსიმის იმაში კომპანიებში ჩვენ გამოვდივართ მისი თანამშრომლები ხო ასეა ხო ხო და ჩვენ კიდევ ვითხოვს 10 რაღაცას გაგვიკეთოს ჯანმრთელობის დაზღვევა ჩვენთან მის თანამშრომლებს არ გაქვს ჯანმრთელობის დაზღვევა. არ ჯანმრთელობის დაზღვევა გვაქვს არც არაფერი ჩვენ ვითხოვთ მაგასაც რომ გაგვიკეთოს ჯანმრთელობის დაზღვევა ჩვენ ვითხოვთ რომ ჩამოიყვანოს ტარიფები აქტივად ჩვენ ვითხოვთ რომ როდესაც მივდივართ პუნქტთან სადაც კლიენტი უნდა ავიყვანოთ ხანდახან 20 წუთს მდინაც ველოდებით ჩვენ ვითხოვთ რომ ლოდინი 2 წუთზე მეტი 3 წუთზე მეტი ლოდინი იყოს ფასიანი იტი ჩვენ ხო იმაში საწვავსვათ ამუშავებთ და კიდე ვითხოვთ როდესაც ბოლტი ხო გამოიძახებს ისეთი ის უნდა დასვას აპლიკაცია ისეთი იმაზე უნდა დასვას რომ პოლიციასაც პრობლემა არ შეუქმნათ და პოლიციამ ჩვენ პრობლემა არ შეგვიქმნას და ჯარიმა არ დაგვიწეროს მიხდი ესეც უნდა გაითვალისწინოთ მესხის გაჩერების ადგილებზე საუბრობ ზუსტ წერტილებზე ხო? დიახ მეგობრებო, პირველ რიცხვში ხვალ შემოგვიერთეთ, ჩვენს გვერდით დადგეთ. 4 ლარზე აიყვანეს საწვავი, ჩვენ 2 ლარზე ვმუშაობთ მონებივი. საღამოს პურის ფული ვერ მიგვაქვს. მეგობრებო, ხვალ შემოგვიერთეთ, პირველ რიცხვში. შემოგვიერთი, გადეთი ჩვენ გვერდით, 2 დღე გადადეთ ეგ სამუშაოები, ყველამ გავიჭიროთ. ეხლა რაზე ხარ შეთანხმებული სადმე გაჩერდებით კონკრეტულ ლოკაციაზე თუ ისევ იქ სადაც ვიყავით სავარაუდოდ კლუბს დავარტყამთ და მივალთ ისევ მარშით დავარტყამთ გალაქსი წრეს და მივალთ ისევ იქა სავარაუდოდ ასე ვფიქრობ მე კი ბატონო რუსლან მაშინ ჩვენ ახლა დავემშვიდობებით დროებით ჩვენს მაყურებელს ასევე შევახსენებთ რომ მეგობრებო ვინც ახლა ბათუმელების ლაივ თვალს ადევნებთ მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ რომ დღეს ბათუმში კერძო კომპანიაში დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო მარში მოაწყეს თქვენ გესმით ხმებით სიგნალების ეს არის მანქანების ცვლილობა ამიტომაც გვიწევს ჩვენც მანქანიდან აი ამ ლაივის გაკეთება იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვერ შევძლებდით ასე რომ ვთქვათ ამ პროცესის გაშუქებას დღეს როგორც ჩვენთან ლაივში აღნიშნეს ქალაქს დაარტყეს ასე რომ ვთქვათ გარკვეული წრე ეს სოლიდარობის სიგნალები ისმის დღეს მსვლელობა ექნება და ამ ფორმით ვთქვათ კიდევ ერთხელ გაახვევანებენ თავიანთ მოთხოვნებს დამსაქმებლებთან მიმართებაში ტაქსისტები ითხოვენ რომ გზავრობის ანუ ერთი გამოძახების ტარიფი გაიზარდოს იმიტომ რომ მათ რეალურად აი ამ გაძვირებული ცხოვრების პირობებში
უკვე აღარ რჩებათ, ასე რომ ვთქვათ, ისეთი შემოსავლები და ანაზღაურება, რომლითაც ისინი შეინახავენ, ვთქვათ, ოჯახებს და მათ ყოველდღიურ საჭიროებებს გაწვდებიან. შევიკრიბოთ ერთად. 4 ლარზე ავიდა საწვავ. ისინი აპირებენ ასევე 1 მაისს მასობრივი საპროტესტო აქციის მოწყობას, როგორც მითხრა რუსლანმა, ჩვენმა რესპონდენტმა. და ეს აქციები მათი განცხადებით გაიმართება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული ტარიფების ზრდასთან თუ რა ქვია ამას, რაღაც შესაბამისობაში მოყვანა, ხო? გონიურული ტარიფების ჩვენ ვითხოვთ შემოღება ზრდას და კომპანიებისგან ვითხოვთ, რომ ანუ ნაკლები ჩაიდონ ჯიფეში, ხო? აჰა, გასაგებია. 30% რომ მიაქვს, როგორც რომ თავიდან იყო, ჩამოიყვანონ 10%-ზე. კი ბატონო. და გაგვიკეთონ ჯანმრთელობის დაზღვევა. აჰა. და ჯანმრთელობის დაზღვევა. კომპანია, როდესაც რომ კომპანია აფორმებს შეკვეთას ისეთ ადგილას, რომ ჯარიმდები ჩვენ, კი ბატონო. ეგ ჯარიმებიც კომპანიამ უნდა აიღოს თავზე. აჰა. ეხლა თქვენ გიწევთ თქვენი ჯიბიდან გადახდა ასე ჩემი რომ თქვა ჯიბიდან დამჯარიმის. იწევს გადახდა, მე რომ გამომიძახა კლიენტმა და მივედი სამლარიან შეკვეთაზე, მე არ ვამტყუნე პოლიციას, იმიტომ რომ მე მიწევს დარღვევა. ხშირ შემთხვევაში მიწევს ისეთ ადგილას გაჩერება, სადაც რომ არ უნდა გაუჩერდე. ეს იმიტომ რომ აქვს კომპანიას გაკეთებული ისეთი შეკვეთა გაფორმებული აქვს, რომ მე იქ დავჯარიმდები. ეს უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერ კომპანიამ. მე მქონდა ახლა როგორც გითხარით, წინა ჩართვა თქვენთან ბათუმელებში. მე მინდა მივმართო ორი სიტყვით თქვენს მაყურებელს, ვისაუბრებო ამით და მივმართო, რომ ზოგიერთმა იქ კომენტარში დაწერა ზაფხულშიო ტურისტებსო ძარცვალთო. ჩვენ არავის არ ძარცვალთ. ჩვენ პურის ფულს ანჯახ მიგვაქვს სახში. ვისაც რომ ამის არჯერა გამოვიდეს და 24 საათი ჩვენ გვერდით დადგეს და იტაქსავს ერთი დღე მაინც. და მან დარწმუნდება ამაში, რომ ჩვენ ძლივ-ძლივობით პურის ფული მიგვაქვს სახში. გასაგებია. და აქ ჩვენ არავინ არ ძარცვით, ჩვენ ვებსახურებით გულ მოდგინეთ, პატიოსნად შრომონ და გვინდა ჩვენი შრომა დაფასდეს და მინდა რომ ამ საქმეში გამოგვეხმაუროს შრომის ინსპექციამ დაგვიკავშირდეს და გულთან მიიტანოს და ეს გვერდით დაგვიდგეს შრომის ინსპექცია. მეგობრებო, პირველ რიცხვში გთხოვთ აგვიდგეთ გვერდი. შემოგვიერთით. მეგობრებო, გთხოვთ პირველ რიცხვში დაგვიდგეთ გვერდი. შემოგვიერთით. Peki, biz hoca kardeşimiz var. Koşeri bu gece oraya. მეგობრებო, გთხოვთ პირველ რიცხვში შემოგვიერთით, ყველა ტაქსის მძღოლს მოუწოდეთ. გთხოვთ, შემოგვიერთით, დაგეკით ჩვენს გვერდით. 200-ზე სიარული არ გვიდის. მეგობრებო, გთხოვთ პირველ რიცხვში შემოგვიერთით, დაგეკით ჩვენს გვერდით. გამეცვა რა, წამოვიდეთ და რა უკნა. არის. მიყვებით მას, ახლა თავარ ალბათ უსტავეთ. სტაველი, ხო? სტაველი ჯობიაო. მაშინ მოგწეთ ეს ლაიქებია. მეგობრებო, გთხოვთ, შემოგვიერთეთ პირველ რიცხვში, დაგეკით ჩვენს გვერდით. საწვავი არის 4 ლარზე, ჩვენ 2 ლარზე მონებივით გვამუშავებენ. გთხოვთ, მოგიწოდეთ, ყველა შემოგვიერთით. აგერ ხეთასტები. მეგობრებო, პირველ რიცხვში შემოგვიერთით, ყველა.
თქვენისგან არ ყოფილა გამოხმაურება თუ მხოლოდ თქვენ ბოლტში ხართ თუ მაქსიმში? მე ორი აპლიკაცია მაქვს. ამჟამად მე მუშაობ მაქსიმის აპლიკაციაზე რა. ბოლტზე ვიყავი, ბოლტმა დამბლოკა მე. ამაშინა დამბლოკა. დიახ, მითხარით. გამოვიძახეთ 2 სამჯერ შეკვეთები დავაკეთეთ და ბოლტმა დამბლოკა და ასე მომწერა რომ არ ექვემდებარებაო განხილვას. რატომო არ ახსნა? არ ახსნა არაფერი ჩვენ ბევრ ჩვენთაგანს ასეთი SMS-ი მოუვიდა, რომ თქვენ ხართ დაბლოკილი სამუდამოდ. ხო. ეს ნიშნავს რომ ჩვენ პროტესტს ხელშეკრულებას გაგიუქმებენ. პასუხისმგებლობას არღებულობს ის კომპანია, სადაც ჩვენ მუშაობთ. ხომ არ ყოფილა საუბარი რომ აი თუ არ გინდათ მუშაობა წადით, ასე იციან ხოლმე. არა, ეგეთი საუბარი არ ყოფილა, ეგეთ საუბარს ვერც განი, იმიტომ რომ ჩვენ ყველა რო წავიდეს, სიტყვაზე მაშინ კომპანია უნდა დაიყუროს. ჩვენ გვირჩევნია, რომ სხვა კომპანია გამოჩნდეს, ქართველის კომპანია გამოჩნდეს. შემოსული კომპანიები, რუსების და იმის კომპანიები შემოსული, რომ სხვა ისინი GPS-ი გასაგებია, მაგრამ ხო, ამ ტარიფებს მაინც რაღაცა შრომითი ბაზარი განსაზღვრავს, ხო? ხო, მაგ კრიზისები, ვთქვათ, ტარიფი ნავთობზე და ასე შემდეგ. კი, მაგრამ ნავთობზე როდესაც რომ განსაზღვროთ ტარიფები, ჩვენ ბოლტი არ გვინაზღავრებს საწვავს. ჩვენ საწვავს ბოლტი არ გვინაზღავრებს. ჩვენ გასხვევა ბოლტიდან არ გვაქვს და მაქსიმიდან და იანდექსიდან. ჩვენ არანაირი პირობა არ გვაქვს. ჩვენ ვართ მისი თანამშრომელი, მაგრამ ელემენტარული ყურადღება არ გვაქვს მათთან. ელემენტარულ ყურადღებას არ გვაქცევთ. მესამე დღეა რაც რომ მარში გვაქვს ჩვენ საპროტესტო აქცია გვაქვს და ელემენტარულად თავი არ შეუწუხებია და არ გამოხმაურებია არც ერთი აპლიკაცია. არც ერთი, არც ვოლტი, არც მაქსიმი, არც იანდექსი. ჩვენ ვაგას ვითხოვთ რომ გამოგვეხმაურო, დაგვიდგენ გვერდში, მოგცენ იმის სტიმული რომ ჩვენ გავნაგზოთ მუშაობა, გვიღირდეს მუშაობა. ამას ვითხოვთ, სხვა არაფერს ზედმეტს არაფერს არ ვითხოვთ. ჩვენ რაც რომ ჩვენი ჰალალი შრომით არის, ჩვენ იმას ვითხოვთ. გამოდით აგვიდეკით გვერდში. უკეთესობისკენ შევცვალოთ, უკეთესად ვიმუშაოთ, გვიღირდეს ჩვენი მუშაობა. საღამოს ტურისტული რომ მივიტანოთ, იმდენი გავაკეთოთ. დუძახი ტაქსისტი. ხო, შემოგვიერთეთ პირველ რიცხვში. ბათუმელების ლაივს ვინც თვალს ადევნებს, მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ბათუმში ტაქსისტები მართავენ მარშს ავტომობილებით. ამიტომაც ვიმყოფებით ჩვენს ტრანსპორტში, სხვა შემთხვევაში ვერ მოვახერხებდით ამ მარშის გადაღებას და როგორც ამ ლაივ ჩართვებში ისმენთ, ტაქსისტები ითხოვენ მათი შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების ზრდას, რადგან დღეს არსებული მძიმე სოციალური ეკონომიკური პირობების მდგომარეობის პირობებში ტაქსისტები აცხადებენ, რომ მათ არ აქვს საკმარისი შემოსავლები იმისთვის, რომ შეძლონ თავიანთი ოჯახების რჩენა. ისინი საპროტესტო მარშს მართავენ და მოითხოვენ კომპანიებისგან გამოხმაურებას. ხო, შემოგვიერთით 4 ლარია საწვავი და 2 ლარად მონებივით ვამუშავებენ. ხო, გამოდით, დადექით ჩვენს გვერდით.
როგორც მოისმინეთ ჩართვაში, ტაქსის მძღოლები 1 მაისს გეგმავენ მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობას და მათი შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა რომ კიდევ ერთხელ დააყენონ დღის წესრიგში. ამ დროისთვის, როგორც ტაქსის მძღოლები გვეუბნებიან, დამსაქმებლებისგან არ ყოფილა კომუნიკაცია, გარდა იმისა, რომ თქვათ ზოგიერთი მათგანი დაბლოკეს, ზოგიერთი მათგანი გავუშვათ არ აწვდის სათანადო ინფორმაციას დასაქმებულებს და დღევანდელი მარშის, ასე რომ თქვა, მთავარი მიზანიც არის ის, რომ კიდევ ერთხელ ისაუბრონ ტაქსისტებმა თავიანთ შრომით უფლებებზე და დამსაქმებლებსაც შეახსენონ ის, რომ დაიცვან მათი შრომითი უფლება. ჩვენ ამ დროისთვის დაგემშვიდობებით და ასევე მოვლენების განვითარების შესაბამისად შეგიძლია თვალი ადევნოთ პროტესტს ბათუმში, ტაქსისტების პროტესტს, რომელიც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და ეს არის ფაქტობრივად მესამე საპროტესტო მსვლელობა მათი შრომითი უფლებების გასაუმჯობესებლად. დაგემშვიდობებით, მადლობა რომ თვალს ადევნებთ ჩვენს ლაივს, იღებთ ჩვენგან ინფორმაციას და ასევე შემოგთავაზებთ 1 მაისის ლაივ ჩართვასაც იმისათვის, რომ თქვათ, უფრო მეტი გაიგოთ თუ როგორ იბრძვიან მოქალაქეები ამ ქვეყანაში საკუთარი უფლებების დასაცავად, მათი შრომითი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და ასევე რომ დავინახოთ ნათლად რეალურად რა პირობებში უწევთ ამ ქვეყანაში ადამიანებს ცხოვრება და არსებობის ზრუნვა და გადარჩენა, ასე რომ ვთქვათ. აი დღევანდელი აქციაც რეალურად იმის მაჩვენებელია თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, რადგან კრიზისია რეალურად ყველა სფეროში, ადამიანებს აღარ ყოფილი შემოსავლები და ბუნებრივია ეს აისახება ყველა სერვისის გაწირება ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით ბუნებრივია აისახება რიგითი ადამიანების ჯიბეზეც, მათ სოციალურ მდგომარეობაზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი და სოციალური კრიზისი ყველა სფეროში დაწყებულია. მარშის ფონზე დაგემშვიდობებით და შემოგიერთდებით სხვა ჩართვაში. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის. მადლობა მეგობრებო, იმისთვის რომ გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები და ჩვენს მაყურებელს აუცილებლად შევთავაზებთ თქვენს სხვა საპროტესტო მსვლელობასაც, რომელიც დაგეგმილი გაქვთ 1 მაისისთვის. ახლა კი დროებით.